რინოვირუსი და COVID-19 ის ვირუსებია, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს. გრიპის ვირუსის კი მხოლოდ ერთეულის შემთხვევა ფიქსირდება. ინფექციონისტები განმარტავენ, რომ კლინიკებში მიმართვიანობა დაბალია. სეზონური ვირუსების სხვადასხვა მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის მიუხედავად, არანაირ რისკებს არ უკავშირდება. ვირუსული ინფექციებით მომართვიანობა არ არის, რამდენადაც ახლა ჯერჯერობით ცირკულირდება რინოვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ძიმედ არ მიმდინარეობს, COVID-19 არის და სხვა კორონავირუსები, მაგრამ შედარებით მსუბუქად მიმდინარე ერთეულის შემთხვევებია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის არანაირი საგანგაშო მდგომარეობა. ხველება და დაბალი სიცხე ეს სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელი მთავარი სიმპტომებია, რომელიც ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც ერთნაირად მიმდინარეობს. ვირუსს თავისა და სახსრების ტკივილი, სისუსტე და სიცხე არ ახასიათებს. Ქონდა ხველა, შემდეგ სიცხე მისცა და გადმოგვიყვანა სასწრაფო იაშვილში. ინგალაცია, მკურნალობა და 3-4 საათში გამოჯამთველდა. ანუ მოსულიერდა ბავშვი. ყველაზე მეტად საქართველოში ახლა ცირკულირებს რინოვირუსი. რინოვირუსი გახლავთ ვირუსი, რომელიც უფრო მეტად გაციების მსგავს სიმპტომატიკას იწვევს. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით პირველი 2 წლის ასაკის ბავშვები, სწორედ ეს საგანსხვავებლობაში ამ გართულებების განვითარების მაღალი ალბათობის გამო აუცილებელია ჩვენი ბავშვთა მოსახლეობის ეს ნაწილი იყოს მაქსიმალურად დაცული გრიპით ინფიცირებისაგან. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსების ასარიდებლად საუკეთესო გზა ჰიგიენის წესების დაცვა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ვაქცინაციას განსაკუთრებით რისკ ჯგუფის ადამიანებს, მცირეწლოვნებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს ურჩევენ. მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს შესყიდული ფრანგული წარმოების 8-კომპონენტიანი ვაქცინა ვაქსიგრიპი, რომელიც არის ძალიან უსაფრთხო და ეფექტური. მას არ აქვს არანაირი გართულება და რამე ასეთი რთული და მძიმე უკუჩვენება, ის მარტივად გადაიტანება და ძალიან ისე ვთქვათ, ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგოდ. სახელმწიფოს 200,000 ფრანგული წარმოების ვაქცინა აქვს შეძენილი. ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან არის შესაძლებელი და ის ყველა მოქალაქისთვის უფასოა. ქვეყანაში 100,000 ადამიანი უკვე აცრილია.